კადრების აღზრდას, მათ განხილვებას და გამოყენებას. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გახსნილი მასობრივი ბიბლიოთეკები შეძლების დაგვარად ეწეოდნენ ბავშვთა საბიბლიოთეკო მომსახურებას. საქართველოში პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფო საბავშვო ბიბლიოთეკა გაიხსნა 1921 წელს, რომელიც ლუნა ჩარსკის სახელს მიეკუთვნა. ბიბლიოთეკა დიდ ადგილს უთმობდა მოსწავლეთა ესთეტიკურ აღზრდას და მათში წიგნის სიყვარულის დანერგვას. მისი წიგნები ფონდი დაინვენტარი საფუძვლად დაედო თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ბიბლიოთეკას. 1918 წელს თბილისში გაიხსნა მეორე საბავშვო ბიბლიოთეკა, რომელიც გურამიშვილის სახელობის იყო. წლების მანძილზე სასკოლო ბიბლიოთეკების კვალიფიკაციის ამაღლებას ხელმძღვანელობდა გაერთიანების სამინისტროს მასწავლებელთა ინსტიტუტი.